დღეს საღამოს კი გერმანიაში საერთაშორისო კინოფესტივალი ბერლინალე იხსნება. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან დამწყები და უკვე ცნობილი რეჟისორები საკუთარ შემოქმედებას ჟიურის წარუდგენენ. ბერლინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინემატოგრაფიასა და მასმედიაში ყოველწლიურად მას 76 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. დეტალებით თამარ ბრძელიძე. 14 წლის გოგონას ისტორია, რომელსაც მამა მოუკლეს. მკვლელის კვალი ერთ-ერთ მიამბოხე ინდურ ტომში მიდის. გოგონა ფაქტის გამოძიებას ცდილობს, რაშიც მას სასამართლოს მოხელე რუსტერ კოგბერნი და კიდევ რამდენიმე კანონდამცველი ეხმარება. ასეთია ძმებ კოენების ფილმის ნამდვილი ქვიშა შინაარსი. 71 საერთაშორისო კინოფესტივალი ბერლინალე სწორედ ამ ფილმით იხსნება. ბერლინალეს ნამდვილად აქვს იმის უპირატესობა, რომ წლის პირველი მთავარი ფესტივალი გახდეს. ბერლინში ყოველწელს ადამიანები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან და აქაური ბაზარით საკმაოდ ძლიერია, რის გამოც ფესტივალს მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დელეგაცია ესწრება. ძირითად საკონკურსო პროგრამაში 16 ფილმს აჩვენებენ. მათ შორის არის ქართული წარმომავლობის რუსი რეჟისორის ალექსანდრე მინდაძის ფილმი შაბათს. ლევანდელი ბერლინალეს ჟიურიში გერმანელი მსახიობი ნინა ჰოსი, ავსტრალიელი პროდიუსერი ეინ ჩეპმენი, კანადელი რეჟისორი გაი მედინი, ინდოელი მსახიობი აიმირ ქხანი და კოსტუმების ლონდონელი დიზაინერი სენდი პაუელი შედიან. ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი იქნება. ცნობილია, რომ კინოფესტივალის ჟიურის წევრის ჰაფარ პანახის სავარძელი ცარიელი დარჩება. ირანელ რეჟისორს ანტისახელისუფლებო ქმედებებისთვის 6 წლის თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ფესტივალის დირექტორის დიტერ კოსლიკის თქმით, პანახისადმი სოლიდარობის ნიშნად ნაჩვენები იქნება მისი ფილმი ოფსაიდი. კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ბერლინალეს კინოფესტივალზე პირველად 2001 წელს გაემგზავრა. მას შემდეგ გერმანიას ამ დიდ ღონისძიებაზე დასასწრებად კიდევ სამჯერ ესტუმრა. ამბობს, რომ ყველა კინოფესტივალზე და მათ შორის ბერლინალეზე დასწრება მისთვის დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული. წელს გერმანიაში არ მიემგზავრება, თუმცა პროგრამას მაინც გაეცნო და ფიქრობს, რომ ის არც თუ ისე ძლიერია. ეს არის მაინც უფრო ფესტივალი, რომელიც ახალი სახელების აღმოჩენისთვის არის ხოლმე არაჩვეულებრივი ტრამპლინი. აი წლევანდელ ფესტივალშიც რომ გადაავლოთ მაგალითად თვალი საკონკურსო ფილმებს რა არის მასში წარმოდგენილი, ძალიან ბევრს მიწერილი აქვს ფრჩხილებში, რომ ეს არის სადებიუტო ნამუშევარი. ბერლინალეს ფარგლებში გაიმართება კინობაზრობაც, სადაც 10-დან 17 თებერვლამდე საქართველოს საკუთარ სტენდს წარადგენს. პრესტიჟული კინოფესტივალი 20 თებერვალს დაიხურება.